ვერთმა დაგლოცო ძვირფასო ძმანო და დანო მინდა დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცო ამ ტაძრის სამრევლოს, ტაძრის წინამძღვარს, მამა ალექსანდრეს. ხედავთ, რომ ტაძარი მშვენდება, მისი შემოგარენი და ხდება პირიქით შემატება. იცით, რომ დაიწყო მშენებლობა სამრევლოს სკოლის შენობისა და კიდე მცირე ტაძრის და ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ერთ რამეს, რომ ტაძარი არის სახლი ღვთისა და აი აქედან გამომდინარე ის არის ჩვენი სახლიც. ჩვენი სახლიც, სადაც ჩვენ თანავეზიარებით ღვთის მადლს, ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს თანავეზიარებით ამგვარად ღმერთს და ნელ-ნელა საკუთარ თავს შევამზადებთ გარდაუვალისათვის, ყველასათვის გარდაუვალი მოვლენისათვის, ამ წუთი სოფლის დატოვებისთვის. და ეს ჩვენი განცდა ყოველთვის უნდა იყოს მოგრძალებითი ღვთის სახლის მიმართ და აი ეს მოგრძალებითი განცდით ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ასევე ღვთის სახლზე და ვიზრუნოთ ჩვენი რწმენის გამტკიცებაზე, რომელიც არის უპირველეს ყოვლისა შესაძლებელი ღვთის მადლით, წყალობით და ასევე წმინდა წერილისა და წმინდა მამების სწავლების წაკითხვით. აი ჩვენ წესად უნდა ვიქონიოთ, რომ დღეში თუნდაც 15-20 წუთი დაუთმოთ წმინდა მამების სწავლების წაკითხვას. და თუ ჩვენ ეს მუდმივ წესად დავიდგინეთ, მინდა გითხრათ, ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ჩვენ სულში სასიკეთო ცვლილებებს და სასიკეთო განვითარებას ქრისტიანული სოფხედველობის, ქრისტიანული ცხოვრების წესის და რაც თავარია ჩვენი სარწმუნოების გამტკიცებას. და აი დღევანდელ დღეს ასევე სურს აღვნიშნო იმ დიდი მოვლენის შესახებ, რომელიც 400 წლის წინ მოხდა საქართველოში, 1625 წელს, ხარება დღეს, ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა რამე თუ მთელი საქართველო იყო ჩართული ამ ბრძოლაში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, ქართლის, კახეთის ლაშქარმა დაამარცხა ირანელთა დიდი და მრავალრიცხოვანი ჯარი მარტყოფის ველზე და ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და როიტყვიან ესეთი აი გამსაზღვრელი მოვლენა, რამე თუ ამ დამარცხებას ფიზიკურ დამარცხებაზე კი არ იყო საუბარი, მხოლოდ არამედ ეს იყო დამარცხება იმ წესჩვეულების, რომელიც საქართველოში შემოჰქონდათ ყიზილბაშებსა და ოსმალოებს. და აი ამგვარად ჩვენმა წინაპარმა როგორც სულიერად, ისევე ფიზიკურადაც საუკუნეების მანძილზე იბრძოლა ერის და საკუთარი თავის და მომავლის გადარჩენისათვის და კიდევაც მიაღწია ამას.
და მოგეხსენებათ, რომ ამ ბრძოლაში ქართლის შვილმა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, გამორჩეულმა ხედარმთავარმა ქართველი ერისა კი ბევრი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივი პიროვნება იყო და სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ამ პიროვნების შესახებ, გულისხმობ გიორგი სააკაძეს, მაგრამ ფაქტი არის იმაში, რომ გიორგი სააკაძის მეთაურობითა და წინამძღოლობით ქართველმა ერმა მიაღწია ამ დიდ გამარჯვებას მარტყოფის ომში. მერთმა ნათელში დააწესოს მათი სულები, ხარების მადლით, მერთმა ყველანი ისინი აცხოვნოს და თანაზიარყოს მარადისობას. ამინ. მერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მრავალს დაესწარით.